სამყაროს კიდეა, ანუ როგორც მას ადგილობრივები ეძახიან, მსოფლიოს მწვერვალი, ამერიკის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი. სამი მხრიდან ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე, შემდგომ კი სიცივე, ქარი, უსასრულო ტრამალი. უტკიაგვიკიდან, ბეროუდან, ნიუ-იორკამდე 5500 კილომეტრია. ისევე შორს, როგორც თბილისამდე, ხოლო ჩრდილოეთ პოლუსისკენ ბოლო დასახლებაა. ბეროუს კონცხისკენ მივემართებით, ამერიკის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში. ამ რკალზე ფეხით გავლაც შეიძლებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ვეშაპებზე მონადირეები ნარჩენებს ხშირად იქ ყრიან, მოშიებულ თეთრ დათვებს იზიდავს. ამიტომაც ქვეითად ამის გაკეთებას და შეიარაღებული გამცილებლის გარეშე არ ურჩევენ. ჩვენი გამცილებელიც მოვიდა, შეიარაღებული. ვერ წარმომედგინა, რომ აქამდე მოღწევა ასე რთული იქნებოდა. კვადროციკლით მივდივარ. ხელები კი სრულად გამეყინა. მოხრიშილ გზაზე გადაადგილება წყალივით არის. საბურავებს იქეთ-აქეთ ითრევს. როგორც იქნა მოვედით. მგონი ცხვირის სამუდამოდ მოვიყინე. ეს კი არის ცნობილი კონცხი ბეროუ. ერთი მხრიდან ჩუკოტკის ზღვა, მეორე მხრიდან ბოფორტის ზღვა. მესამე მხარეს კი აშშ. ჩრდილოეთ ფერდობზე ყველაზე დიდი დასახლება ადრე აქ მდებარეობდა, მაგრამ ზღვის დონის მატებასთან ერთად კალი რამდენჯერმე შემცირდა და ხალხს გადასახლება მოუხდა, მაგალითად სამხრეთით 16 კილომეტრში. ესკიმოსები აქ 1500 წლის წინ დაფუძნდნენ. უტკიაგვიკი ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროზე ინუპიატების ყველაზე დიდი დასახლებაა. სახელწოდება უტკი ნიშნავს ადგილობრივ საკვებ ბოლქვს. შემდგომ ქალაქს ბეროუ დაარქვეს. ბეროუს კონცხის სახელით, სადაც ახლახან ვიყავით. 2016 წელს არჩევნების შედეგად დასახლებას უწინდელი სახელი დაუბრუნეს. უტკიაგვიკი და ნავზე ვეშაპებზე მონადირეთა გამოსახულების გერბით შეამკეს. ხე აქ არ ეზრდება. მის ნაცვლად ზოგიერთი ადგილობრივი სახლებს ვეშაპის ულვაშით, ფირფიტით რთავს. თუმცა ერთმა ჩამოსულმა ადგილობრივი პოლიკლინიკის თანამშრომელმა, ბერტრან ბრიტმა, ყინვაშიც კი პატარა ბოსტანი მოაწყო. მაგრამ ეს აქ იშვიათი გადაცება. მოვიყვანე ისპანახი, რუკოლა, სალათი. საერთოდ არქტიკაში წლის უმეტეს დროს ისეთი ამინდია, რომ სახლებსა და ნაკვეთებს დროს ცოტა ვინმე უთმობს. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ აქ მხოლოდ ორი სეზონია: თოვლის სეზონი და ტალახის სეზონი. ახლა ტალახის სეზონია, მაგრამ მომავალ ზამთარს ყოველი მანქანა გაგონებს, რომელსაც წინ სადენი გამოსჭვივის. დასაქოქად, პოლარული წრიდან ჩრდილოეთით 526 კილომეტრში ვიმყოფებით. ეს არის შუაღამის მზის მიწა, 10 მაისიდან 2 აგვისტომდე, 84 დღის განმავლობაში. მზე არ ჩადის. მართალია, როდესაც ზამთარი დგება 46 დღე მზე საერთოდ არ ამოდის. მაისამდე. ტემპერატურა კი ცელსიუსით -47 გრადუსამდე ეცემა. მრავალწლიანი მზრალობის გამო უტკიაგვიკში ყველა სახლი ბოძზე დგას, მაგრამ დროთა განმავლობაში ბოძები რბილ ნიადაგში იძირება. ჩვეულებრივ გაზაფხულზე აპრილში სახლები იხრება. მამასთან ერთად გამოსწორება გვიხდება, რათა კარი მჭიდროდ იხურებოდეს. ებინ ჰობსონის ბაბუა, რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს ჩვენს გმირს, ჩრდილოეთ ფერდობის რაიონის პირველი მერი იყო. ნავთობ აირით მდიდარი უდიდესი მიწა, სადაც სულ რაღაც 10,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ნავთობაირის მოპოვების გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების წყალობით დასახლებაში გაჩნდა კანალიზაცია, ახალი საავადმყოფო, დიდი მანქანები, ყველა ოჯახს რამდენიმე თოვლმავალი ჰყავს, ზაფხულისთვის კი კვადროციკლები. დასახლებაში ასევე ანკორიჯიდან დღეში 2 რეისი დაფრინავს, მაგრამ ნავთობი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები ადგილობრივებში შერეულ განცდებს იწვევს. ალიასკაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის აქტივისტად ყოფნა საკმაოდ რთულია, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის ჭაბურღილი მდებარეობს. 70-იანი წლებიდან დაწყებული ნავთობმომპოვებელი კომპანიები აქ თითქმის ყველაფერს იხდიან. მე კი კლიმატის ცვლილების შესახებ ფილმებს ვიღებ. იმის შესახებ თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ეს ჩვენს. მრავალი ფიქრობს, რომ არქტიკაში არაფერია, რომ უბრალოდ ვაკეა, სადაც არავინ ცხოვრობს. სინამდვილეში კი ადამიანები აქ ცხოვრობენ, რომლებიც აქ ათასობით წელია გადარჩენას ახერხებენ. ზოგი ფიქრობს, რომ იგლუში ვცხოვრობთ, თეთრი დათვებით და ხარირმებით დავდივართ. კვადროციკლზე მომავალი, შუაღამით მოთამაშე, ან ყინულზე უმოთვალყურეოდ მუხტუნავე ბავშვები აქ სავსებით ჩვეულებრივი სანახაობა. რთულ პირობებში დამოუკიდებლობის გარეშე ვერ გადარჩები. ჩემი შუათანაა ბლეი, ჩვენთან ერთად ნავშია, როდესაც სანადიროთ მივდივართ. ბლეი, რამდენის ხარ? 10-ის. ნიშბოსნობაში მონაწილეობს. ალუმინის ნავებით. ვეშაპზე მისი ფოტო მაქვს.
მის დანაწევრებაში გვეხმარება. ის კი მხოლოდ 10 წლისაა. ასე რომ ეს ბიჭები უკვე გამოცდილი მონადირეები არიან. არქტიკული გასართობის სია საკმაოდ მოკრძალებულია. ნადირობა, თევზაობა, ტრადიციული ხელობა, მაგრამ წელიწადში ერთხელ ნალო კატაკი ტარდება. დღესასწაული, რომელიც ვეშაპებზე ნადირობის წარმატებით დასრულებას ეძღვნება. ზეიმი მადლიერების ლოცვით იწყება. დღესასწაულის საყვარელი ნაწილია ტრადიციული კერძები. ჩვენი ესკიმოსური საკვები, რომლის წყალობით თავს ვართმევთ, სივდღეს ცხელიწვნიანი. ცხელიწვნიანი, ლიგლიკის ანუ ბატის და განსაკუთრებით მიკიაკი, ვეშაპის ფერმენტირებული ხორცი. სულ მოუთქმელად ველი როდის მიართმევენ. მეგობრებთან შეხვედრა და ადგილობრივი არაყი. მაქტაკი, რა თქმა უნდა, მაქტაკი. მაქტაკი ვეშაპის დამბალი ქონი ერთ-ერთი ადგილობრივი დელიკატესია, რომლითაც დღესასწაულის მონაწილეებს უმასპინძლდებიან. ყველაზე გემრიელ ნაჭრებს პირველ რიგში უხუცესებს მიერთმევენ. მაგალითად, მამაკს, ესკიმოსური საღეჭი საკვები, ვეშაპის ღრძილი, ვეშაპის ფირფიტებს შორის ხრტილი. ეს არის ვეშაპის ხორცი კუოკი. პირდაპირ ასე შეიძლება მისი ჭამა, არ მომზადება. ნალუკატაკი მრავალი საათი გრძელდება, ასე რომ საკუთარი გასაშლელის კამებით, სასადილო მოწყობილობებით და სამაცივრეებითაც კი მოდიან. მიზანია ხალხის დანაყრება, თემის კვება, უნდა დარწმუნდე, რომ შიერი არავინ დარჩა. გვინდა, რომ ყოველი ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდეს ნადირობაში, რათა ჩვენი კულტურა და ტრადიცია შევინარჩუნოთ. ამავდროულად ვუზრუნველყოფთ შეჭირვებულებს, ვისაც თავად ნადირობა არ შეუძლიათ ან არ გაუმართლათ. დღესასწაულისთვის სამზადისი რამდენიმე კვირა გრძელდება. ძირითადი პასუხისმგებლობა კაპიტანსა და მის მეუღლეზეა. ნამდვილი კაპიტანი ჩემი მეუღლეა. საერთოდ როგორ უნდა გახდე კაპიტანი? სელაპის ტყავისგან საკუთარი ნავი უნდა გააკეთო. საკუთარი აღჭურვილობა უნდა გქონდეს. ვეშაპზე მონადირეთა კაპიტანი რომ გახდე, საჭიროა გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ სურვილი. საჭიროა საყინულე სარდაფი, ბიჭების დიდი ჯგუფი, რომლებიც დასახმარებლად მზად არიან და ბევრი მუშაობა. ვეშაპებზე ნადირობა 2 სეზონით არ იფარგლება. სამზადისი მთელი წელი გრძელდება. ზაფხულში მომავალი წლისთვის მოვემზადებით. ნავს უმიაქშს მოვაწესრიგებთ. ტყავს შევკრავთ. ეს ბიჭები სელაპ ზღვის კურდღელზე სანადიროდ წავლენ. ტრადიციული ნავი ძრავიანზე ჩუმი და მსუბუქია, მაგრამ უფრო უსაფრთხო არა. ნამდვილად სახიფათოა. 6 მეტრიან ნავში 9 ან 18 მეტრიანი ვეშაპისკენ ნიჩბებს უსვამ და მრავალი რამ შეიძლება მოხდეს. სრულად ყველაფერი სახიფათოა. როდესაც ყინულზე იძინებ, ყოველთვის არის საფრთხე, რომ ყინული მოწყდება და ზღვაში წაგიღებს. სირთულეების გადატანის შემდგომ ოკეანიდან ნადავლით დაბრუნების აღნიშვნის სურვილი სავსებით გასაგებია. ზეიმის მთავარი სანახაობა ეგრეთ წოდებული საბნით აგდება. როდესაც იღბლიან მონადირეებს ვეშაპების ტყავის ბატუტით ზევით აგდებენ. ტყავი იმ გუნდის ნავებიდან არის მოხსნილი, ვინც ვეშაპის დაჭერა მოახერხა. სიმაღლიდან კი მონადირეები ბავშვებისთვის ტკბილეულს ფანტავენ. ბატუტზე აკრობატული ილეთის შესრულება განსაკუთრებულად ითვლება. რაც არც ისე მარტივია, როგორც ეს შეიძლება ჩანდეს. ჩვენს თვალწინ ორმა ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო და სასწრაფო დახმარებით წაიყვანეს. ამასთან დღესასწაული გრძელდება. მას შემდეგ, რაც 2 წაიყვანეს, მეტი აღარ გინდება. გრძელდება, იმიტომ რომ სხვები საბანზე ასვლის, თავის რიგზელიან. მხოლოდ თოკების დასაჭიმად თუ ჩერდებიან. რათა კიდევ უფრო მაღლა ააგდონ. გვიან საღამოს ყველანი ადგილობრივ სპორტულ დარბაზში, ტრადიციულ ესკიმოსურ ცეკვაზე იკრიბებიან. დარბაზის შუაში მაკუ კიდევს, სელაპის ტყავის საბანი, რომლითაც ხტებოდნენ. ახლა მასზე ცეკვავენ. ჯერ ბავშვები გამოდიან, შემდგომ უფროსები. მრავალი მოცეკვავე საზეიმო სამოსშია, თუმცა დარბაზში საერთოდ არცივა. განსაკუთრებული პატივია კაპიტნის ცეკვა. მოძრაობა არც ისე ბევრია. უტკიაგვიკის მცხოვრებთა წინაპრებს ნამგალა კონცხზე უხდებოდათ ცეკვა, სადაც ხტომა რთულია. ადგილზე ბუქნებს თუ გააკეთებ. ცეკვა შუაღამემდე გრძელდება.
უტკიაგვიკის ცხოვრებთათვის იშვიათი ცხოველი ეგზოტიკა არ არის. არამედ ყოფის ნაწილია. ამასთან ყოველთვის სასიამოვნო არ არის. ყველა უხუცეს საკუთარი დათვის ამბავი აქვს. ჩამოსულებს მითითებას აძლევენ, რომ თეთრი დათვის დანახვისას უმალვე პირველივე სახლში შევარდნენ. თუმცა როგორც წესი, ადამიანისა და დათვის შეხვედრა დათვისთვის სრულდება ცუდად, რასაც ნანუკის ეშვების ყელსაბამი მოწმობს. როი ნაგიაკს, ისევე როგორც სხვა ინუპიატებს, სწამთ რომ ცხოველი მონადირეს საკუთარ თავს ზღუნად აძლევს. ადამიანისა და ცხოველიც ფერფლისგან ვართ შექმნილი. თუ უმაღლესი ძალის გწამს, რომელმაც ადამიანები და ცხოველები შექმნა, ეს სულიერი კავშირი უნდა გაითვალისწინო და ის რომ ცხოველებმა ზოგჯერ იციან, რომ ჩვენთვის ეს საჭიროა. სხვათა შორის ზუსტად რომ ბეროუში მოხდა ის მოვლენები, რომელსაც ჰოლივუდის ფილმი Big Miracles დაეფუძნა, ანუ დიდ საოცრებას. 1988 წლის შემოდგომას უჩვეულო მოკავშირეები 3 რუხი ვეშაპის გადარჩენას ცდილობდნენ, რომლებიც ბოფორტის ზღვაში, არქტიკული ყინულის ხაფანგში მოხვდნენ. ამბის ერთ-ერთი გმირი იყო საზღვაო ბიოლოგი ჯეფ კეროლი. ძალიან უჩვეულო და საკმაოდ წარმოუდგენელი ამბავია. ჯეფ კეროლის ბიოგრაფიაში ეს ერთადერთი უჩვეულო ამბავი არ არის. 1985 წელს ვეშაპებს ვითვლიდით. ყინულზე კარავში ვცხოვრობდით. გარშემო ბევრი თეთრი დათვი იყო. მუდმივად ბანაკიდან გარეკვა გვიხდებოდა. მოკლედ კარავში მეძინა, ხოლო ბიჭი სახელად ჯიმი სამზარეულო კარავში მზარეულობდა, რა დროსაც ვიღაცის იქ ყოფნა იგრძნო. თეთრი დათვი დაინახა, რომელმაც შესასვლელიდან ნახევარი მანძილი უკვე დაფარა. ყვირილი დაიწყო. წადი დათვო. ყვირილისაგან გამეღვიძა. დათვი კი წასვლას არ აპირებდა. ყველა კარავში დათვისგან დასაცავად იარაღი გვქონდა, მაგრამ იმ კარავში თოფი შესასვლელთან იყო. მაშინ ტაფას დაავლო ხელი და დათვს ესროლა. ტაფა დათვს დრუნჩში მოხვდა და უკან დაიხია. ზუსტად იმ დროს, როდესაც მე სხვა კარვიდან გადმოვდიოდი, თოფით ხელში. პირველმა დავინახე ტაფით განაწყენებული დათვი. პირდაპირ მემეცა. თოფი კი გადატენილი არ იყო. ჩახმახის გადატრიალების მცდელობაში თოფი ჩაიჭედა. ყველაფერი წამის მიასეთში ხდება და თოფი ხელკეტის სახით გამოვიყენე. დათვს ყურში ჩავარტყი. კონდახი უმალვე მოტყდა, მაგრამ დათვიც გადავარდა. ასევე ჯეფი ძაღლების მარხილებით 56 დღიან ექსპედიციაში მონაწილეობდა, ჩრდილოეთ პოლუსამდე. ახლა უტკიაგვიკში ერთადერთია, ვისაც ძაღლების მარხილი დარჩა. უტკიაგვიკის უფროს თაობას წარსული ხანა ენატრება, მაგრამ წარსულთან დაბრუნებას არ აპირებენ. თოვლმავლით ბევრჯერ მინადირია, ასე უფრო სწრაფია, ძიება ნაკლებ დროს იკავებს. უტკიაგვიკში ყველა არ ნადირობს. ვინც ოფისებსა და მშენებლობაში მუშაობს, მონადირეებს ეხმარებიან, რომლებსაც თოვლმავლისთვის ბენზინი, ვაზნები, აღჭურვილობა სჭირდებათ. ისინი კი თავის მხრივ ახლობლებს ნადალს უნაწილებენ. მაგალითად, ჩემი შვილიშვილები გაიზარდნენ და ახლა ნადირობენ. მე კი აქ ვარ და დურგლობით საქმიანობ, ან კიდევ რამე მსგავსით, მაგრამ შვილიშვილები ნადირობენ. ჩემთვის მოაქვთ ვეშაპის ხურცი, იხვი, კარიბუ. რასაც დაიჭერენ ყველაფერი. დალოცვილები იყვნენ. ტრადიციულად, ინუპიატები ვეშაპის ყველა ნაწილს იყენებდნენ. ჩემს გვერდზე დევს ცნობილი ვეშაპის ულვაში. ჩვენს დროში კორსეტების დასამზადებლად მას თითქმის აღარ იყენებენ, მაგრამ ტრადიციული ოსტატები მისგან ხელოვნების ქმნილებებს ამზადებდნენ. ვეშაპის ულვაშს აქა-იქ ვჭრი. ეს არის გრელანდიური ვეშაპი. ეს კი ვეშაპებზე მონადირეთა გემი. წყალი და ვეშაპის სასუნთქიდან ბუშტუკები. ჯერ დასრულებული არ არის. ინუპიატურ მემკვიდრეობის მუზეუმის სახელოსნოში ოსტატები აპრიალებენ ვეშაპის ულვაშებს. ვეშაპის მალებზე გრავირებას აკეთებენ. ნავ უმიაკის მინიატურებს კვეთენ. ამზადებენ ულუს, ლომვეშაპის ძვლის ან ირმის რქის ტარის ტრადიციულ დანებს. ლომვეშაპის განთქმული ორგანოს შეძენაც კი შეიძლება. დეკორატიულ სადგომზე. ჯეიმს პოტკოტაკი ყოფილი მშენებელი, ახლა კი პენსიონერია. ძვლისაგან იუველირებულ ნაკეთობებს ქმნის. ჩემი მიმართულებაა თეთრი დათვი და პოლარული ბუ. ყველაფერი, რაც თავში მომივა. თავს ხელოვანად მივიჩნევ. იცით როგორ აზროვნებს ხელოვანი? ვეძებ თუ რა გამოვსახო? რაც მომწონს. ჯეიმსი ინუპიაკს თავისუფლად ფლობს, ზოგჯერ თარჯიმნობით საქმიანობს.
მაგრამ ტრადიციებისადმი სიყვარულთან ერთად ცვლილებებს სრულად უჭერს მხარს. ტექნოლოგია მომწონს. აღარ მიხდება ძაღლების მარხილით ტბაზე სასმელი წყლის მოსატანად წასვლა, როგორც ადრე. Чтобы ехать к озеру за питьевой водой, как раньше. ბეროუმდე ხმელეთით ვერ მიაღწევ, მხოლოდ გადაფრენა შეიძლება. შესაბამისად, ყველა პროდუქტის თვითმფრინავით გადაზიდვა უხდებათ. ამიტომაც ადგილობრივი მაღალი ფასები ასევე ღირსშესანიშნაობის მსგავსი რამ არის. 18 კვერცხი $20 ღირს. ერთი გალონი რძე ამერიკაში სითხე ხშირად გალონებით იზომება $9.5. ფორთოხლის წვენი ჩვეულებრივი $12, ფასტაკლებით $11.5. ჩვეულებრივი კარაქი $6.40. კეფირი ერთი ბოთლი $8. ადგილობრივი ალასკური წყლის ერთი გალონიც კი $10-მდე ღირს. კვიდრი ხალხების წარმომადგენლებს ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობის უფლება აქვთ, მაგრამ მხოლოდ გამოკვების მიზნით. გამოდის, რომ ხორცის გაყიდვა არ შეუძლიათ. ამიტომაც ადგილობრივ რესტორნებში ან სუპერმარკეტებში ნახავ ხბოს, ცხვარს, ღორს, საქონელს, ფრინველს, ყველაფერს, სელაპისა და ვეშაპის გარდა. მრავალი ინუპიატი სუპერმარკეტში თითქმის არ დადის. ნადირობით ცხოვრობენ. არა, იქ თითქმის არ დავდივართ. ზედმეტად ზვირია. ხოლო ვინც არ ნადირობს, მითითებული ფასების გადახდა უხდებათ. ადგილობრივი ფასი საკმაოდ თავზარდამცემი რამ არის. ამასთან შედარებით, სადაც ვცხოვრობთ, დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია. ძვირის ანოვაგით მომარაგებულმა გადაწყვიტა ფრინველების ნახვა, რისთვისაც მოყვარული ორნიტოლოგები 1000-ობით კილომეტრს გადიან ქვეყნიერების კიდეზე, მაგრამ ვინაიდან თოვლიანი წელი იყო, ხოლო ტრამლში თოვლი მხოლოდ ზაფხულში იწყებს დნობას, უტკიაგვიკის გარშემო გზები ლაფად გადაიქცა. კვირას დასახლებიდან 10 კილომეტრში ინციდენტი შეგვემთხვა. მეცნიერმა გვიშველა, რომელიც უტკიაგვიკის მიდამოში პოლარული ბუს პოპულაციაზე დაკვირვებით საქმიანობს, რის გამოც კვირას დილით ცარიელ გზაზე აღმოჩნდა დასახლებიდან შორს. კარგი, აბა ახლა სცადე. ნაკლებად სასიამოვნო შემთხვევის შედეგად ჩვენს გადამრჩენელთან ერთად პოლარული ბუს ძიებაში ტრამლში, ლაშქრობაში ჩართვის იშვიათი შესაძლებლობა მივიღეთ. როდესაც ტრამლში მიდიხარ, ჯერ გეჩვენება, რომ აქ არაფერია, მაგრამ თუ დააკვირდები, თუ ქვემოთ შეხედავ, უამრავ გვიმრას, ხავსს დაინახავ. პირველი ყვავილებიც კი ჩნდება. ასევე ტრამალი ლემინგებით არის სავსე. ამ მღრღნელების რაოდენობაზეა დამოკიდებული ტრამალის უმეტესი მტაცებლის კეთილდღეობა. ეს არის ის ლემინგი, რომლის შესახებაც ყველა ლაპარაკობს. ზაფხულში არქტიკაში ბევრი ფრინველია. ბატი, იხვი, ვარდისფერი თოვლია და რა თქმა უნდა არქტიკის დედოფალი პოლარული ბუ. ამ ფრინველს შემაღლებაზე უყვარს ბუდობა. უტკიაგვიკის ბეროუს მიდამოში აშიშში ერთადერთი ადგილია, სადაც პოლარული ბუ რეგულარულად ბუდობს. მართალია ბოლო წლებში მცირდება როგორც ლემინგების, ისე ბუს პოპულაცია. მეცნიერები მიზეზის გარკვევას ცდილობენ. ბუდებს ყოველ 3 დღეში ვამოწმებთ. აქ ახლა ყველა მართვეა. 5 მართვე და 2 კვერცხი. ყველაზე პატარა ახლა იჩეკება. ასევე ბუდეში ლემინგები არიან, რაც კარგი ნიშანია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი ლემინგია და რომ ზრდასრული ბუ კარგად უმკლავდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მართვე ჰყავს. საკვები ზედმეტად რჩება. მეცნიერები კი აწუხებდნენ, მაგრამ ჩვენ მოვდივართ და მივდივართ. ვცდილობთ ვიყოთ რაც შეიძლება ფრთხილები. როდესაც 150-200 მეტრით ვშორდებით, მდედრი ბუდეს უბრუნდება. მტაცებლებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ თოლეიბის, ყორნის და მეზღვიების მიმართ. ვინაიდან შეიძლება ბუდეს შეუტიოს და მართვე მიიტაცოს. ამიტომაც სწრაფად და ფრთხილად უნდა იმუშაო. ასე რომ წასვლის დროა. ბუდესთან 2 წუთამდე ვყოვნდებით და ნაჩქარევად მივდივართ. დედა ბუ ბუდეში ბრუნდება. კიდევ რამდენიმე კილომეტრი წებოვან ტალახში და გზაზე გავდივართ. ასფალტიანი გზა არსად არის. ყოველ დღე სპეციალური მანქანა გზებს ასწორებს. შემდგომ კი მეორე მანქანა წყალს ასხამს მტვერის დასატკეპნად. ბეროუს მახლობლად შთამბეჭდავი აირის მიდამო მდებარეობს. ამიტომაც სახლის გათბობა შედარებით იაფია, მაგრამ ბენზინი ძალიან ძვირია, თითქმის $6. ანუ 2-ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვაშინგტონში. რატომ? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პრუდობეი მახლობლად მდებარეობს, ანუ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საბადო, ნავთობი პრუდობეიდან მილსადენით პორტ ვილდსში იტუმბება. შემდგომ კი ბორნით ბენზინი და დიზელი უკან მოაქვთ.
ბეროუსში 4000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტურისტი ბევრი არ არის, ინფრასტრუქტურა გაფართოების საშუალებას არ იძლევა. ჩამოსულები ძირითადად სამუშაოდ მოდიან, მათ შორის სამხედროები ავიაბაზაზე, ნავთობმომპოვებლები და მეცნიერები. ბრაიან ტომასი აშშ-ში, ბეროუს უკიდურეს ჩრდილოეთ მეტეოროლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელია. მეწყვილესთან ერთად ატმოსფეროში სათბურ აირებზე ახდენს დაკვირვებას და კლიმატურ ცვლილებებს იკვლევს. დასახლების იზოლაცია და ქარის მიმართულება ჰაერის ხარისხიანი ნიმუშის აღების საშუალებას აძლევს. მეცნიერები ასევე სათბურ აირებს ზომავენ, რომელიც მრავალწლიანი მზრალობის დნობის შედეგად გამოთავისუფლდება. ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციის ცვლილება გლობალური დათბობის მიმართ ბრაიანის მუშაობაზე გავლენას არ ახდენს. შესაძლოა მხოლოდ შედეგების ინტერპრეტირებას. ჩემი სამუშაოა ჩავატარო გაზომვები, როგორც ეს უკვე 40 წელია კეთდება. გაზომვები აჩვენებს, რომ ნახშირორჟანგის ოდენობა ატმოსფეროში იზრდება. ამის ფიზიკა გვესმის. ვიცით თუ რა გავლენას ახდენს ატმოსფეროზე, მაგრამ შემდგომ საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რაზეც პირდაპირ გავლენას ვერ ვახდენთ. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ გაგვიმართლა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. და ყველას გვაქვს არჩევანის უფლება. ბრაიანი არქტიკაში 2007 წლიდან ცხოვრობს. მისი 4 წლის შვილი, ელისი, საბავშვო ბაღში დადის, სადაც ინუპიაკურ ენასაც სწავლობს. ბრაიანის შვილს ესკიმოსური სახელიც აქვს. მისი ასაკის მეგობრები ჰყავს. ენისა და ტრადიციების სწავლა ადრე დაიწყო. უყვარს მაკტაკი და იუნაკი, ისე როგორც მე ვერასდროს შევიყვარებ. იმიტომ რომ მე ამასთან ერთად არ გავზრდილვარ. ის კი ამას სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც ითხოვს. მახარებს, რომ ის და ჩემი უფროსი ქალიშვილები ამ კულტურით ინტერესდებიან. მაგრამ მაინც ჩვენ აქ მხოლოდ სტუმრები ვართ, რასაც ვაცნობიერებთ. ინუპიაკი არის ენა, რომელზედაც რეგიონის მცხოვრებლები 1000 წელია ლაპარაკობენ. ახლა კი გაქრობის საფრთხეშია. მიუხედავად იმისა, რომ ინუპიაკი შტატის ერთ-ერთ ოფიციალურ ენად ითვლება, მას კარგად ფლობს 2000-ზე ოდნავ მეტი ინუპიატი. ძირითადად 40 წელზე უფროსები. ჩვენი 12 მასწავლებლიდან მხოლოდ 4 ფლობს თავისუფლად. დასახმარებლად თანამედროვე ტექნოლოგია მოდის. ახლა სიტყვა სიტყვის და ზუსტ სურათს უნდა დააჭირო. ბუნებრივია ინუპიაკზე წარმოთქვამს. ტუტუ, ეს არის კარიბუ. ფიქრობ, ეს არის იატაკიან სკამი. არა, ეს არის მაგიდა და სკამი. პროგრამა ფანი აკპიკის ხმით ლაპარაკობს. ის უტკიაგვიკში ინუპიაკს 70-იანი წლებიდან ასწავლის, როდესაც ხელისუფლებამ და ეკლესიამ ალიასკის მკვიდრი ხალხის დასავლეთ ცივილიზაციის წარმომადგენლებად გადაქცევას თავი დაანებეს. მისი სიამაყეა ახალი დიდი ინგლისურ ნიუპიაკური ლექსიკონი. ენის მატარებლები კი მცირდებიან, მაგრამ ახალი სიტყვები მუდმივად ჩნდება. ახლა ხან უხუცესებს ვკითხეთ. კომპიუტერს რა ვუწოდოთ? ბიძაჩემის პასუხმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. მან თქვა კაკასარაკი. კაკასაკი არის ტვინი. ცოდნას მანქანა შევდებთ და ვინახავთ. ასე რომ კაკასარაკ ნიშნავს პატარა ტვინს. მე არ მიმაჩნია, რომ ენას ვკარგავთ. იმიტომ რომ სანამ ვსუნთქავ, ხედავ და მესმის, მე ვარ ცოცხალი ენა, ცოცხალი კულტურა. მიწას ვეკუთვნი, ოკეანეს ვეკუთვნი. როდესაც მოვკვდები, ვიცი თუ სად დავბრუნდები, საიდანაც ჩემი სხეული მოვიდა. ვეშაპის ქვედაყბის ცნობილი თაღი. ინუპიატები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივების ოკეანესთან და ვეშაპებთან კავშირის ეს სიმბოლო ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროზე კიდევ მრავალი ათასწლეული იდგება.